აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება სასაფლაოების მიმართულებით. 11 აპრილის 23 საათიდან 12 აპრილის დილის 4 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ამავდროულად 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი. ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით სხვადასხვა მეტრო სადგურების ტერიტორიიდან გავა. ასევე რკინიგზას დროებით დაემატა რეისები საქალაქთაშორისო მგზავრებისთვის. უფრო მეც მარიამ აფციური გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მარიამ, გისმენთ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტრო გახანგრძლივებული დროით 12 აპრილის 4 საათამდე მოემსახურება მგზავრებს, ხოლო 11 აპრილის 11 საათიდან 12 აპრილის 4 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. რაც შეეხება ავტობუსებს, ამ შემთხვევაში დაემატება ახალი მიმართულებები, საუბარია 9 ახალ მიმართულებაზე. ეს არის მაგალითად კუკიის მიმართულება, ახალი კუკია, ვაშლიჯვარი, მუხათგვერდი, ასევე ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია და ასე შემდეგ. მსურველებს შეუძლიათ, რომ ამ აღნიშნული მიმართულებებით დილის 8 საათიდან ღამის 8 საათამდე უფასოდ იმგზავრონ. რაც შეეხება არსებულ მარშრუტებს, არსებული მიმართულებით გადაადგილება მოხდება დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 10-მდე ლოკაციიდან. მაგალითად, ეს არის მეტროსადგურები დელისი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია. თბილისის მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. გარდა ამისა, 12-13 აპრილს დაინიშნება სპეციალური საავტობუსო მარშრუტები. აღდგომის მსმენელი დღესასწაულის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი იმუშავებს დილის 4 საათამდე. აღნიშნული მარშრუტები იმოძრავებენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს არის მარჯანიშვილის მეტრო, დელისი, სარაჯიშვილის მეტრო და ვარკეთილის მეტრო. გარდა ამისა, ეს ავტობუსები გავლენ დიდუბის ზედაგასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან. ამ ორი დღის განმავლობაში 12 და 13 აპრილს აღნიშნული სპეციალური მარშრუტებით მგზავრთა მომსახურება იქნება უფასო. თბილისის მეტროპოლიტენი ტრადიციულად გახანგრძლივებული დროით მოემსახურება მგზავრს. კერძოდ კვირის დილის 4 საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო. ასევე ხვალ და ზეგ დაინიშნება სპეციალური მარშრუტები, რომლებიც მგზავრს გადაიყვანს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნული სპეციალური მარშრუტები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებით. აღნიშნული გახანგრძლივებული დროით, როგორც მეტროპოლიტენით მგზავრობა, ასევე ზემოჩამოთვლილი სპეციალური მარშრუტებით მგზავრობა იქნება უფასო დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მოთხოვნიდან გაზრდილი გზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზამ რეისები, დამატებითი რეისები დანიშნა. ეს რეისებია თბილისი, ბათუმი, თბილისი, თბილისი, ფოთი, თბილისი და რეისები 14 აპრილამდე დაინიშნება, გაგრძელდება. მსურველებს კი შეუძლიათ ბილეთები შეიძინონ სპეციალური ვებგვერდის ან აპლიკაციის საშუალებით, ასევე ბილეთის შეძენის მსურველებს შეუძლიათ, რომ მივიდნენ საქართველოს რკინიგზის სალაროებში და იქ მოახდინონ მათთვის სასურველი მიმართულებით ბილეთის შეძენა. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ აფციური საუბრობდა.